აბა ვისრიალო ჩეჩემა. დილამშვიდობა. ოთონ პირველად სურვილი ჩაიფიქრა დრაივზე შემოვიდა მაკდონალდის. ანუ ესე იგი ისევ სტანდარტული სიტუაცია, იგივე კურტკა 2024-ის დასასრული. მე სალომე გუდაური ჩვენი მანქანა და ოპა. ემუდან გამოწერილი კურტკა გზაშია. ველოდებით ასიახლეს. ემუდან გამოწერილი კურტკას, რომელმაც უნდა ფურორი მოახდინოს და საბა ყავს სიახლე. რომელიც დღეს დაიპყროს გუდაურის მწვერვალები და ვაფშე უნდა ჩამოვასრიალო იქიდან წითელ შავ-წითელი ტრასიდან. ჯერ შევხედოთ როგორ სრიალებს. ო რა ვიცი ჯანდაბ. აი ეხლა ის რა ქვია მაკდონალდსი და წავედით. აი ამოვედით გუდაურში. ნელა ხوار ჩაგეცი. ესე იწყება ჩვენი სრიალი. იოგურტებით საჭმო სასმელით. აი ამოვედით ჭამეთ. ვიმზადეთ. და ესეთი სიტუაცია გუდაურში. თოვლი არის. მზე არის. ჩვენ ვართ, ჩვენ აქა ვართ. სალომე დღეს მოემზადება და ვისრიალე მანქანები ჭრიანია. ნახოთ ახლა ტრასები რა მდგომარეობაშია. და საბას თხილამურები აქვს გრძელი. მაგრამ არც ისე. ნახოთ აბა რა მოხდება. აი შუადღემშვიდობის გუდაური და Hello. ვართ სასტავი რომელიც პირველად ვარ. They want to be the boss. Yeah, the big boss. დაჟე ბორკასთან ერთად მაქნას რეალები ცხოვრებაში. საბასთან ერთად ოღონდ უკრაინაში. ეგეთი სიტუაცია ნორმალური. ამინდია. საბა ეცდება რომ აწიოს კლასი. The war with the ხალტოები უნდა ვაკეთო. ჯერ სამკუთხედის დონეზეა. ოღონდ მყარი სამკუთხედი. ვაშკაცური სამკუთხედი. აიცა ჯერ ხა პირველად დავსრიალდი, ხა მეორედ ეხლა უნდა შემდეგ ერი ვარჯიში პარალელური სრიალი. პირველი გადაღება, აი სალომე. საბა გაიქცევდა იქაც დავეცეთ საბას. არა. მოკლედ ვითარება ეგეთია, კაროჩე. საბა ყოფილა. ანე ტრასაზე მივყავ ხარო? წვერზე ამიყვანა და უი, არ არისო. არა, ფლატ ეგრე არ იყო. მე არ მითქვია ჩამოდი. არა, წამოვალ კაც მე. მე რა ვიცი თო. მივიყვანე წვანე ტრასასთან და გამოყვა აი ამ საშინელ ტრასაზე და გაუკვალავში? ხო, და რავი, წვალობ. აი ესეთი პუსკი. ხო, თან დატკეპნილიც არ არის, თან ისინია. ხო, არა, ნაღდად ცუდი ტრასა არის. ისედაც ხორთულია ხა არა დამწყებისთვის. ხო და აი ძალიან ის არის. ძალიან წვალობთ ახლა. მოკლედ და რაღაცას ვიზამთ რა. ამის მერე გადავალთ წვანე ტრასაზე. პირველად ადის სალომე. ახალ ტრასაზე. ნახოთ რა იქნება. გაიხდის თუ არა ბატიკებს. მიდიხარ მე. აი ამოვედით ახალი ტრასა.
მაგარი დღეა ორჩია აქ ამოსვლისთვის. ვაფშე კატასტროფა გზები რო. ხილად ქვებიაში ამოვედით. აუ, მიქით რა სილამაზეა. ახლა ვაპირებთ ვართ უმაღლა ამოსული და ჯერ ამ ტრასას ვერ ვისკავთ და ვნახოთ ჯერ ახლა უკრიდან ჩავალთ და მერე ვნახოთ შეიძლება აქედან ჩავიდეთ. მაგარი იყო. იტკინა რამე? ვაფშე ლაქვა იყო და ინახე. ხო და ვერ მოვასწარი თქვა ძალიან ნელა უნდა წამოსულიყო. წერან გავთვალე სალომე არ წაქცეულა მეთქი და ხვალზე გადაყირავდი. ნუ ეგ არ ეთქვი. აგადაია. ხილამური გააფუჭა. ახ დედა ეტირა. ამოხედი? მოკლედ რავი მიდის რეალი, ისევ ამოვედით ქვებში და გადავიდეთ საბასთან, ხო ეხლა? ნახოთ ხეში.
უთხილამუროთ ვარ პირველად. და რა ვიცი, კარგი იყო, კაი დღე იყო. მე მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ტრასები ფაქტიურად არ არის. ვაფშე ქვები და ის ბურჯგნული ბუგაროკები, ну, რაშინელება. მორჩი ცრიალს, მორჩა გუდაური დღევანდელი, რა ვიცი, ნორმალური იყო, ტრასები საშინელება იყო. სალომა მისრიალა, კაი იყო შვიდ. ნორმально. ტრასები იყო. ო, მოხვედი პროფესიონალთან? კაი იყო საბა, ნორმально. არა უშავდა რა. გინდა კიდე სრიალი. კი, ясნია. თავარია ფეხები არ მკიოდეს რა. ფეხები არ გეტკინ, რაც ტექნიკა გაიზრდება, მე დატვირთვა შემცირდება. მოკლედ ესეთი დღე იყო, აბა წავედით ახლა თბილისში. ნახვამდის. შევხვდებით სვანეთში.